მოგესალმებით. ეთერშია ჩემი საავტორო გადაცემა განახლება სწორი აზროვნების საფუძველი. მე ვარ ვაჟა კაკაბაძე და სტუმრად მყავს ვაჟა შუბითიძე. ჩვენი დღევანდელი თემა არის სამშობლოს მცოდნეობა. მაგრამ სანამდე ამ თემას განვიხილავდეთ, მე მადლობა ბატონო ვაჟა რომ მოგბრძანდით ჩვენ სტუდიაში და ესეთი პატარა კითხვა მაქვს, მაინტერესებს. თქვენ გაქვთ სურათი გადაღებული შოთა რუსთაველის ფრესკასთან, რომელიც მე სოციალურ ქსელში დავდეთ. როდის იყო ეს და როგორ მოხდით ამ წმინდა მიწაზე? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოვალეობა თქვენი რადიოს ტელევიზიის მსმენელებთან გასაუბრება. თანაც საინტერესო თემაზე ყოველთვის ვაფასებ ჟურნალისტთა შრომას, განსაკუთრებით პატრიოტული და ასეთი ეროვნული კუთხით და თქვენ გადაცემას პატივცემ და მე დავადასტურო დიდი პატივცემა კიდევ ერთხელ თქვენი რადიოსა და თქვენი გადაცემის მიმართ. ახლა რაც შეეხება ჩემს ყოფნას იერუსალიმში 2017 წელს, როცა მე ხაშურის აგრებულოს თავმჯდომარე ვიყავ ჯერ კიდევ, აშდოდის ვიცე-მერი მოშე ბოთერაშვილი, ქართველი ებრაელი დამოკავშირდა და საშუალება მომეცა ჩემს მეუღლესთან ერთად ჩავსულიყავი იერუსალიმში, აშდოდში, დავყავი იქ 4 დღე და ერთ-ერთი ექსკურსია, რა თქმა უნდა, აქედან ისე არც ამოვიდოდი ბუნებრივია, წმინდა მიწაზე ფეხი არ დამედგა და განსაკუთრებულად მაინტერესებდა სიმართლე გითხრათ ქრისტეს საფლავის გარდა და სხვა წმინდების გარდა რუსთაველის ფრესკის ნახვა. ამიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული ისა გვაქვს მოწიწება ქართველოს რუსთაველის მიმართ, რაღაცა ვალში ვიზნობ თავს მის მიმართ ამხელა ნიჭის უზარმაზარი ტალანტის, რომელიც ქვეყნიდან ფაქტიურად იძულებული გახადეს რომ წასულიყო. რომელსაც დღესაც ვერ აფასებენ და აგერ გამოდიან და თურმე რუსთაველის პოემა ყოფილა რასისტული იდეებით აღსავსე სხვათა შორის პასუხი გავეცი, იქ ზანგე რო წერია, ზანგეს ერთ-ერთი ტომია, რომელიც ცხოვრობს აფრიკაში, გადამავიწყდა იმ ტომის სახელი და იქ შოთა რუსთაველს სუსხა პოზიციიდან მოხსენიებული და საერთოდ იცით რა არის სხვა როდესაც აკრიტიკებს ჩვენს რომელიმე მწერალს, რომელიმე პოეტს გული იმდენად არ თქვა, მაგრამ თვითონ ქართველები რომ აიჩმენ უფრო ხშირად მომისმენია, უფრო არესი რომ ვაჟა-ფშაველა რა პოეტი იყო, ქალამნები ჩამოვიდაო და თვითონაც რომ თავს პოეტობას დებს ეს კაცი არ მინდა ხა საკელი და გვარი დავასახურო, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდები. შოთა რუსთაველი და ვეფხისტ ყაოსანი ბატონო ვაჟა დამეთანხმებით რომ ჩვენი მეორე ბიბლია რომელიც გვასწავლის ვაჟკაცობას, სიყვარულს, თანადგომას, ერთად ყოფნას და ასე შემდეგ. ასე რომ ის ვინც შეეხება შოთა რუსთაველის აი ამ უდიდეს პოემას, რომელიც სოფლიო დონის არის და სოფლიო აღიარებს, ის ან ქვეყნის მოღალატეა და ან საერთოდ ვერ აზროვნებს. ბატონო ვაჟა, მე დავინახე აგერ თქვენს მაგიდასთან წიგნი სამშობლოს მცოდნეობა, მეც გამოუშვი ესეთი წიგნი კავარსვა ლოში ნდრავსტვენას გავსოლოთ ახლა ეს წიგნები და მე თქვენ რო იქნებით ჩემი მასპინძელი, ჩემი წიგნი განვიხილოთ. ეხლა მე მინდა განვიხილოთ თქვენი წიგნი, იცით რა მოგაფიქრებინათ ეს სათაური სამშობლოს მცოდნეობა. კი ბატონო, აი ერთს კიდევ დავაბალოთ რუსთაველის არა, გადავიდეთ. კაცედა გამიკეთეთ, ძალიან კარგი ხა შევამოწმოთ. ეს გაკეთებული. რუსთაველის ფრესკის წინაშე დგომა არის განსაკუთრებული რაღაცა ზომის, ასეთი ზომა მე არასოდეს ხონია ცხოვრებაში. რა ვიცი, უამრავი სიწმინდის წინაშე აღმოჩენილი ვარ და ხან მოხმოღრილი ყოფილი ვარ თქვა, ხან დაჩოქილი და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულის დამეუფლა რა ქვია, როცა წარმოვიდგინე მთელი ეს პერიპეტიები, რაც ამ ადამიანს გადახდა, მისი რა ვიცი, ხანგრძლივი თქვა დევნის მანძილზე, ალბათ ხანმოკლე სიცოცხლე შეიძლება და მაგრამ ხანგრძლივი დევნის მანძილზე და ეს ადამიანი ახლა ჰაინე უძახდა ბიბლიას ებრაელთა უბის სამშობლოს. კი, მაგრამ ბიბლია არ არის ებრაელების. კი,
მაგრამ ჩვენთვის შოთა რუსთაველის საფეხბურთოოსანი არის ქართველთა უბის სამშობლო. ეს კი ნამდვილად არის. ეს კი ნამდვილად არის. ამიტომ ჩვენ ამას ვერ ვეძავართ. არის ძალიან კარგი დაკვირვებები, რომ ჰომეროსის და ესენიც დანტეც კი ვერ მოვლენ. რუსთაველთან ახლა ამაზე აღარ გვინდა რომ გავაძელოთ, იმიტომ რომ ეს საქმითაა დამტკიცებული და ასეთი სწორუპოვარი ადამიანი მე არ მგონია რომ ევროპას ყოლოდა. ახლა რა შეეხება თვითონ თემას სათაურო სამშობლო ცოდნაობა. ამ წიგნის დაწერა მართლაც დიდი ხანია მინდოდა და ამისკენ მებიძგა ორმა რამ. ერთი ადრე წავიკითხე რა ქვია ასეთი ცნობილი წერალი არის რა ქვია ჩრდილო კავკასიელი ჩემი დაღესტანი რასულ გამზათოვებს და ძალიან მაგარი პატრიოტული ისეთი მუხტი არის იქ პატრიოტული რომ აი შეამაღლეთ განაშალები კავკასიის მიმართ და რაღაცნაირად შემშურდა რომ ქართულ ენაზე ამის გავსი რაღაცა რომ არ იყო და მაშინ ჩაუთქვი გულში რომ ასეთი რაღაცა შემდეგ მებიძგა კიდევ ასევე ესე იგი ძალიან კარგი ესაა სტუდია გუთანი რომლებმაც გადაიღეს პატრიარქის როცა გურთხევით ფილმები ამერიკულ ემიგრაციაზე და რა ქვია ქართულ ოჯახზე და ამ ბიჭებს სურდათ რომ მოსწავლეებისთვის სამშობლო ცოდნაობის რა ქვია გაკვეთილები მიეცათ შეგაწყვეტინეთ რომ დიალოგის პროექტი სამშობლო ცოდნაობა ერთი ჩოხოსანი ხავს მეგობარი გოგიაშვილი რომელმაც ასე თქვა მითხრა რომ საპატრიარქოში ჩვენ იქ აი ამ გაკვეთილის ფორმით ვუკითხავთ ბავშვებს კი ბატონო ხარ წაიკითხავდა ცით რა არის ცოტა ისტორიკოსების პოზიცია და ამიტომ დაანალიზდა ესენი უფრო პატარა ბავშვებისთვის პატარა დოზებით უფრო საბავშვო ხასიათის იყო და ახლა აქ არის ცოტა უფრო სრულყოფილი დოზით იმიტომ რომ ეს არის ინტერდისციპლინარული რამ სინამდვილეში აქ არის ისტორიაც არის ისტორიის ფილოსოფიას პოლიტოლოგიას პოლიტიკა დემოგრაფია ეკონომიკა ძალიან ბევრი რაღაცაა გეოპოლიტიკა აი ეს ყველაფერი ერთად არის გადახლართული ამ წიგნში რა თქვენ ახსენეთ ბავშვები ხო პირაპირ ბავშვებისთვისა გაკვეთილი თუ ზოგადად ყველა საკისათვის ეს არის პირველ რიგში რა თქმა უნდა უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის მე-11 მე-12 მასწავლებლებისთვის ჯარისკაცებისა და ოფიცრებისათვის პოლიციელებისათვის სუსის განსაკუთრებით რომლებმაც ხშირად არ ეციან ეროვნული პოზიციების დაცვის მნიშვნელობა და ხანდახან პრორუსული და რაღაც იდეებზე და ემოზე არიან ჩამოკიდებული ემიგრანტებისთვის განსაკუთრებულად მე ახლა დავწერე კიდევ ასე რომ ეს უფრო მეტად ემიგრანტებისთვის გავაკეთე ამჟამად ვინაიდან ყველაზე მეტად მათ ჭირდება ჰაერივით ეს იკარგება მეორე თაობაში უკვე ენა იკარგება მე ეროვნება არის ადამიანი აგერ რეჯებ ჟორდანი ახლა დაიბადა რა 1921 წელს პარიზში 100 წელი ხდება მომავალ წელს სოცხალია ნოე ჟორდანიაშვილი ქართული ვერ ისწავლა ამძოხარო უკვე იქ დაიბადა და იმ გარემოში მოხდა რომ ვერ შეძლო ამ ადაპტირება უმეტესობა ასეა ქართველები სამწუხარო ძალიან ადრე კარგავენ ენას ახლა არ მინდა ძალიან ცუდი რამ ვიფიქრო მაგრამ სომხები ასე მალე არ კარგავენ თავიანთ ისა ენას და უფრო მეტი ისა რა ინტერესი თავისი ცოტა რთულად არის საკითხი ისინი მე მგონი სხვა ენებზე ლაპარაკობენ და თითქმის ერთმანეთი არის მithome არა შეიძლება ხო რელიგიის პატრიოტული მოტივის ყველა სომეხს აქვს ერთი რა ჩვენ მათ უნდა მიბოძოთ ამ საქმეს რა საქმეა ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე ქართული და საქმე და დამტკიცებენ ამაშია საქმე ჩვენ ხანდახან სუფრის იქით არ მივდივართ და საბრძოლოების დონეზე შევიდა სომხები საქმე დამტკიცებენ თავის ქვეყნის ინტერესს და ისეთ რაღაცებს ჩადიან რომელიც ჩვენთვის მესაბაძია ხშირად ეკონომიკური დახმარების და ასეთი კუთხით. არა ყველანაირად და მივესალმები ამ პოზიციიდან სომხებს. ეხლა მე მაქვს თქვენთან ერთი შეგიძლია ბატონო ვაჟა გადავშალე წიგნი ნახე ეხლა მე სარჩევი და სუდათა გაქვთ საქმე. ნახე რა გიწერიათ გომრობ რასაკეთებელი. ძეთკრანიან რასას იბერიულ კავკასიურმა მოდმამ დაუდო სათავე. კი ბატონო. თქვენ ბლუმენბახის მიმდევარი ხართ? კი ბატონო, არა მარტო ბლუმენბახის, ეს არის გენეტიკური უახლესი მკვლევები 2017-18 წლებში ჩატარებული. აი ეს რომელთა ხელმძღვანელები იყო სომხები სხვადასხვა. ნუ რა ყოჩაფსობები ფაქტებს აწაუხვალ, იქ მარტო სომხების ხელში რო ყოფილიყო, კი გააგრძელებდა. აი ეს სომხი რა კარგია და როგორ მაგრამ
იქ სვების მონაწილეობდნენ ამ ემაში რა ქვია და დამგისდა რომ თეთრკანიან რასას იბერიულ კავკასიურმა ტომებმა დაუდეს საფუძველი 19000 წლის წინ. 9000 წლის განმავლობაში გავრცელდა თესოფლიოში და უკვე 10000 წლის წინ დაახლოებით დომინანტი გახდა თეთრკანიანი რასა თესოფლიოში. ეხლა ამერიკაში თეთრკანიანია, ისინი ჩვენები არიან? აქედან წასული ევროპიდან. ესე იგი ჩვენ გულახავენ კაცო ზანგები? არა, ზანგები აფრიკიდან არიან გადასულები, ახლა მონება და ირლანდიელებსაც ხო, ირლანდიელებსაც ყიდენ, ახლა დასაბალი არ არის, იბერიული ინგლისელები იწყება კოლხეთიდან, ვრცელდება საბერძნეთში, მიდის იტალიაში, ესპანეთი, ბასკეთი, ირლანდია. ბერძნების საერთოდ მოსულები არიან იმ ტერიტორიაზე, იქ ცხოვრობდნენ პროტო ქართველები, პელაზგები და მართლაც ჩვენ დავუდოთ ყველაფერი სათავე და ივანცევი რომა უკრაინელი. ხო, ივანცოვი, მართალია, მადლობა რომ შემისწორეთ. არტემ ივანცოვი. ის ამტკიცებს რომ უკრაინელებიც ჩვენ უკრაინელებიც წამოსული ვართ იბერიელები. კი ბატონო, ძალიან სერიოზულები აქვს ივანცოვს. და ეს მარტო ივანცოვის დონეზე არ არის, რა თქმა უნდა, ამას უდიდესი არქეოლოგიური, ლინგვისტური, იგივე ანთროპოლოგიური ბლუმენბახით ვერ ვახსენებ. ასეთი სრულყოფილი და დაცული რასა, როგორც თქვათ, როგორადაც მენიშნებოდა ბლუმენბახი კავკასიელებს, არ ვნახავს მას თვალით და მე დავინტერესდიო, გამოვიკითხე, საიდან მოდის ეს ყველაფერი და ერთმანეთის გარდა არ შედიან ქორწინებაში არავისთანო. არა იმიტომ რომ მაინც პატრიოტი ერთმანეთი ძალიან მოწონთ ქართველ კაცსა და ქალს და ამიტომ და ამას შეინახა ქართველობა გენეტიკურად და ასე შემდეგ. სხვადასხვა აქ არის ერთი ის რა ქვია გენეტიკური დამოუკიდებლობა და ეროვნული დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ ძალიან საინტერესო ის არის გრიგოლ წერეთელთანაა დაკავშირებული ეს 1929 წელს ორდაჯალის ციხეში იჯდა ეს კაცი და დაწერა იქ ეს ნარკვევი რომლის გამო მე სიკვდილი დასაჯეს და სამწუხაროდ მის გამოქვეყნებას ვერ მოესწრო, მაგრამ გამოგზავნა მოასწრო, ციხის გარეთ გამოვიდა და შევიტანე სპეციალურად ახლა თლიანი ნარკვევი არა, მაგრამ ძირითადი არსი. და რა სამკისებს? აი გენეტიკური დამოუკიდებლობა ისე აქვს თუ რომ ყველა მსმენელისათვის იყოს გასაგები. კი ბატონო. გენეტიკური დამოუკიდებლობა რა არის? ახლა გახსოვთ თქვენ რომ ილია ჯავჯავაძე წარმოაყენა ტრია და მამული ენა სარწმუნოება, ხო? და ეს მიიჩნევა სამ ძირითად იმად რაც უნდა დავიცოთ კბილებით ქართველობა. გრიგოლ წერეთელი ამბობს, კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის გენეტიკური დამოუკიდებლობა. რას ნიშნავს ეს? გენი, რომელიც შეერევა მასიურად სხვა გენებს, რო ითქვა, გაწყალდება, როგორც სუფთა ღვინოს რო შეურევ წყალს და გაწყალდება, ასევე ხდება რა ქვია. ის კარგავს თავის მახასიათებლებს თვისებებს, ზოგიერთს გონიათ რომ დიდრდება სხვა გენების შერევი და მაინც ასე არ არის. გამოკვლევითაა დადგენილი. გენეტიკური დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ თუ აქ ქართული გენი გაქრა, ამ ტერიტორიას დაეკავენ უცხო მოდმის ხალხები. ამიტომ გენეტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა მთავარი ჯერ და მერე მამული ენა და სარწმუნოება. თუ ქართველები არ ვიქნით, ანუ მთავარი ჩვენი გენი თუ არ იქნა, სომხები თუ იქნენ, არაქართველები, აზერბაიჯანელები და სხვები, კი ბატონო, არ უშლის ჩვენ, მაგრამ თუ ისინი დომინანტი გახდნენ აქ საქართველოში, რა თქმა უნდა, აზრი აღარ აქვს, მე აქ ცხოვრებაში. აბსოლუტურად მართალია, იგივე მოხდა. ეს ამთავარი. კი ბატონო, საბერძნეთი იყო აქ კარგად არის ახსნილი. ძალიან ძლიერი გენი იყო, მაგრამ როგორც კი საბერძნეთი შეერია ამ აღმოჩნდნენ დღევანდელ წუმპეში. ახლა დღევანდელი ბერძნები იმ ბერძნებისგან 100 კილომეტრი დაშორებულები არიან. სულიად გასხოვდებიან. არაფერი იმათი არ ცხია. ძალიან ბევრი მეუბნება, რომ უკვე აი თვითონ გარეგნულოთაც რაღაც უკვე თურქეთს არის პატარა მაგალითი გენეტიკური გმირობის, აი რასაც თვითონ გრიგოლ წერეთელი უძახის, ეს არის რომელიც ჩაიდინეს ებრაელები. ხალხმა რომელიც გამოყარეს 2600 წლის წინ დაახლოებით, გაიბნია მთელ სოფლიოში, ჩაიდინეს გენის შენახვა შეძლეს. რითი? რელიგიისა და იმით, რომ ქალი წამოვიდა წინა პლანზე. დედის აი ამით შეძლეს. მოდით ახლა ბიოლოგიურად გენეტიკურ გმირობას და ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიოლოგიურად შევხედოთ, გენი უფრო დედიდან გადადის თუ მამიდან? არა, ებრაელებისთვის ებრაელად ითვლება ის ვის დედით ებრაელია. ხო, იმიტომ რომ უკვე ფაქტურად საშინელმა
რასიზმა რა თქმა უნდა შერევა სხვადასხვა ქვეყნებში გაქრობამდე მიიყვანა ებრაელი და ძალიან კარგი გამოსავალი იყო ძალიან მაგარი ის არის პატივსაცემი გადაწყვეტა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ამ ხალხმა ამით შეენარჩუნა ეს და მათ ჰქონდათ მუდმივად იმედი რომ დაბრუნდებოდა თავის ქვეყანაში და აღორძინებდა ქვეყანას და მართლაც 70 წელია ისრაელი არსებობს 70 წელი და ჩვენთვის ყველანაირ მისაბაძე სახელმწიფო გახდა თავდაცვით რა ქვია ეკონომიკური სამეცნიერო მიღწევებით ტექნიკით რა ვიცი ისრაელი ფლობს 22 წრულ გარშემო სახელმწიფოს გარემოცვაში დომინანტს ყველა ომში გაიმარჯვა რომელიც მის წინააღმდეგ გაწამოეს ბადანაბაჟა იცით რა არის აი ძალიან ისეთი აი მე ბოდიშ გიხდით რომ გაწყვეტინებთ ისეთ ხარა გავა სამშობლოს ფენომენის შესახებ რა ფენომენია ეს აქ არის ჩამოთახლა მოკლედ ძალიან ძნელი ამაზე საუბარი აქ არის რა ქვია მიხეილ წერეთელის ძალიან საინტერესო ის არის ნარკვევებიდან ამოღებული ისინი მასალებია სამშობლოს ფენომენი რა არის და სხვადასხვა სადაც შობილ ვარ გავზილ ვარ და მის რო ეგეც გაანალიზებულია კი ბატონო მაგრამ ეს არის გაანალიზებული მეორენაირად სამშობლოს სიყვარულის ქართული განცდა როგორ უყვარს ქართლის სამშობლო აი ეს თავი არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რა აქ არის რა ქვია ცნობილი ფილოსოფოსი იყო მოსე გოგებერიძე უწყინო ალესი ძალიან ძლიერი იმისი ისა ანალიზია ნუ საოცარი აქ ბევრს ცრელები წამოვა როცა ამ თავთან მივა იმიტომ რომ აქ იმდენად კარგად არის ეს ყველაფერი რაც აკავშირებს ქართველებს რატო გვიხდებოდა და რა შეაყვარა ქართულ სამშობლო ასე ძალიან როცა უკვე უმძიმეს გარემოში აღმოჩნდით მე-19 საუკუნეში უკვე ყველა ქოხისთვის საფლავითთვის რა ვიცი ეკლესიისთვის მიდიოდა ბრძოლა უკვე განსაკუთრებულად და ამან განსაკუთრებულად შეაყვარა ქართლის ეს ტერიტორია მისთვის მისი დატოვება მისი რა ვიცი რა ღალატი უკვე ფაქტიურად შეუძლებელი გახდა რა და ამან გამოიწვია ქართლის მიმაგრება ასე მიწებება ამ ქართულ ემაზე ქართული უცხოეშიც კი თავი არასებობს ამერიკელი ქართველი არის ქიმერაო ისევე როგორც თქვათ ბერძენი ქართველი იაპონელი ქართველი თუ რა ვიცი ფრანგი ქართველი ყველგან თავს ზნობს რა ქვია სტუმრად მიიღეთ თუნდაც იქ ცხოვრობდა დიდხანს და იქ დაბერდეს და მოკვდეს და ასე შემდეგ ის სიზმრაშიც კი ხედავს თავის იმას რა ქვია მამულს თავის ტენაბრების საფლავებს ციხეებს ეკლესიებს და ასე შემდეგ და ასე მოკვდება ქართველი იმ ერთი პეშვის იმედად რომელსაც მას გულზე დააყრიან ამის იმედად ძალიან მაგარი ისაა რა ახლა მე კარგად ვერ გამოვცემ ამას ახლა მაგრად უწერია ძალიან ბევრს აქვს ეს ტრადიციაში როდესაც მიდიან ემიგრაციაში რომ ქართული მიწა მიაქვთ გაახვევენ იმაში ნაჭერში და გულზე იყიდებენ სხვაგან ვერსაც ვერ დავინახე ეს შეიძლება იყოს ვიღაცას შეიძლება კავკასიელებს ქონოდათ კიდევ მაგრამ ჩვენგან აღებული ხო მაგრამ ეს მარტო ჩვენ თუმცა ჩვენ დიდხანს ვებრძოლებთ მიჯაჭვულობა ხო არსებული იმასთან ყველა დარწმუნდა ახლა რა ქვია აქ გარჩეული მაქვს ერთი ემიგრანტის ისა წეს რომ 3 წელია ხალი წეს სამწუხაროდ გვარი და ეს არ მომყავს ახლა რა თქმა უნდა მაგრამ განვაზოგადა 3 წელია იტალიაში ვარ და დავისვენეო აქ არც ავეთვალეთ გიყუროსო იმეო არ სულ მოდამ ხიარულათა ვარო სულ მოდამ გიღიმიანო გიცინიანო საჭმელის ნორმალურია სასმელისო ჰაერისო ყველაფერიო საერთოდ არ იქ რო არ ყავდებსო მშობლებიდან ათასო საერთოდ არ მინდა საქართველოში დაბრუნებაო რა მე თქვენი არ ვიცი შეეწირა თუ გინდა მან პატრიოტისო და მე აქ ვიქნები და მე წერ ეს კორონავირუსამდე იყო იტალია 3 ტრილიონი ვალი აქვს ერთი დღე დაუდგება ესეთი რომ საერთოდ იტალიელები გაიცავენ იტალიიდან და თქვენ რა დაგემართებათ იქ მე ნახავთ მე რა წერილ დაწერდეთ კი რა და აგიხდა ყველაფერი ახლა მე მგონი ის გამოქცეული იქნება უკვე საქართველოს შემოშორება კორონავირუსის გამო დავდივარ აი მით ხსნარით და პირბადით და ასე შემდეგ დეზინფექციას ვაკეთებ ვადონოვაჟე რა არის ერთი პერიოდი ძალიან დიდხანს მომიწიას რა უგარეთ ყოფნა და რო ჩამოვედი იცით ეხა თბილისში სიცოცხლეს არავინ არ იცავს და რო დავინახეს დაკრილი ბოთლები და ისე გამიხარდა ვაი მე ჩემი საყარელი დაგავიდეს რომში თბილისზე უარეს განავე შარჟანტი ვიყავ რომი არის დაბინძურებული კარგი ტურისტები და ყრია აი ხლა კიდევ ერთი ისა გაქვს და ხეთ საქართველოს გვინისა და პურის სამშობლო ებადანო
იცით, ნუ ყველა მაგი არა მთელმა მსოფლიომ წიფკა ნახეს ყველაზე უფრო ძველი რომ საქართველოს ღვინის სამშობლოა და გარდა ამისა იესო ქრისტე ამბობს ხო ჩემი ხორცი პურია ხოლო ჩემი სისხლი ღვინოა და ყველაზე უფრო მაღალ დონეზე ლამისა რელიგიის დონეზე მარტო ქართველებს აქვთ აყვანილი ღვინო კი ბატონო იცით როგორეთ მე არ ვიცი ხა ხები ბაბუაჩემი ღვინოს არასოდეს გააფუჭებდა დიდი ცოდვა არის და ქართველი კაცი ღვინოს არასოდეს არ აფუჭებია იმიტომ ცოდვად მიაჩნდათ ეს კახელებში ღვინის კულტი ახლა რაზე ლაპარაკი და ისედაც რა ქართველი რაღაც შინაგანად არის ამ ღვინის მიერ რაღაცნაირად განსაკუთრებული ღვინო ჩვენთვის ხო გასტრონომია არ არის არა აი ამაზეა ზუსტად ღვინო ჩვენთვის არის ფილოსოფია გარკვეულწილად საშუალება რომ ჩვენ გავხდეთ უფრო დაფიქრებულები უფრო მხიარულები ლაღები უფრო მაგარი მებრძოლები ძოლის წინ 2-3 ჭიქას ასმევდნენ ფოტოშორის რომ გაბედულება მომოტებოდა ქართველებს ეს იყო ძალიან გონივრული ახლა რუსები კი გამოწყურებოდა ხოლმე არაფერს რომ მოიყურდა მოტროსობა რო არაკი დაგრა და ზარონდას აეფარა ზომიერ ფაგლებში 2-3 ჭიქა მართლაც ხნეობას და ეს აღარაფრის გეშენია უკვე მიდიხარ რომ ეთქვა ანუ ღვინო არის პური ჩვენი ასობისა არა რომ ეთქვენ ახლა და პურის ახლა ღვინო თუ 8000 წლის წინანდელი დაუკვირდეთ ესე იგი 8000 წლის წინანდელია მარნეულში აღმოჩენილი წიწები ზუსტად ფერავძანეთ ღვინის მუზეუმი სადაც არის საფრანგეთში იქ არის პირველი ისა რომ ღვინის აკვანი ასე ქვია ამ ექსპოზიციას სადაც მარნეულია თვითონ მარნეული მარანიდან მოდის მაგი არ ვიცოდი მარანიდან მოდის აკია და ახლა უკვე ერთი ძალიან საინტერესო ისაა კიდე დეტალი ვასო კუკუნაშვილი ერთი ძალიან ცნობილი მწერალი რუსეთში მოღვაწეობს და მას აქვს რომ ქვევრი არის რა ქვია თონე არის გადაჭერილი ქვევრია დაუკვირდეთ თონე სადაც პურს აცხობენ არა გამორიცხული რომ ჯერ იყო თონე მე ვფიქრობ მაგალითად სადაც პურს აცხობდნენ და მე მოიაზრეს რომ ამაში ღვინის დაყენება შეიძლებოდა და ესე იგი ანუ პური და ღვინო ერთდროულად ჩვენი ის არის ახლა სოფლიოში აღიარებული 11 ჯიშია მე მგონი და 5 არის ქართული წმინდად ქართული ჯიშები რა ქვია რომელსაც ახლა ლაბორატორიები ჭირდება დღეს სუპერ აღჭურვილი რომ შექმნა რაღაცა დღესა და მან შექმნიდან სულიად ასეთ პირობებში ქართველი ადამიანები და ქართველი გლეხები ხო ამიტომ აქ განსაკუთრებული ის მეუძღვენი იმას მოყავს ის სიტყვა რა ქვია ალექსანდრე დიომასი რომ ქართველები რო ყოფილიყვენ აი ამ სცენაზე რა იესო ქრისტეს რო უღალატებს ის რა ქვია მაგას დამოვიწყდა კაცი იუდა არა იმას როცა დასხდნენ 12 კაცი და მუსიკულები რო ხო ამავსყდა მაგას ხო ესე იგი იქ რო ქართველები ყოფილიყონო რა ქვია და ქართული ღვინო ყოფილიყო იუდას თავში არ მოვიდო და ქრისტეს ღალატეო მითქვა მაგი გამემია ალექსანდრე დიომა გაუგიჟდი ესე გაუგიჟდი მეგონი კავკასიაზე და ქართველები შეყვანილი ადამიანი ძალიან აქ მოყავს ხშირად ჩვენ საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ საიდუმლო სერობა ხო საიდუმლო სერობა მე წარ გაფასებთ თქვით რომ თერთკანიანი ფაქტურად კავკასიიდან არის წასულები ქართველური ტომებიდან გენეტიკური ევროპაში ეგენი ცხოვრობდნენ ახლო აღმოსავლეთში და ინდოეთის ზედა წელზე მე მოვიდა აი ხა მე მოვიდა გლობალიზაცია და მცირე ერების მომავალი კი ბატონო ამათ თუ აქვს ეს გათავისებული რომ ჩვენგან არიან წასულები რატომ გვექნება მცირე ერებს ეხლა თანამედროვე პირობებიდან გამომდინარე გიცავთ და მცირე ერებს ეგეთი საშიშროება ამ დიდ გლობალიზაციაში ახლა ერთი რამ არის რომ ესე იგი ქართველთა ნაშთები ევროპაში არის კიდე იგივე ბასკები თქვა ახლა როცა უკვე რაღაც შედეგებზე გავიდე მეცნიერები რუსებმა აკრძალეს ბასკოლოგიის განვითარება ეს საბჭოთა კავშირის პერიოდში მაგაზე რამდენი ვიცი ხო გახსოვს იურიზიც არის და ესენი რა ქვია ჩვენი რეზო რაგვარია ჭანდურია ხო და ახლა შვეიცარიაშია აკრძალეს რუსები როცა დაენახეს რაღაც შედეგებზე გადიან უკვე კვლევაში აკრძალეს ახლა ეს ხელმეორითაა საკვლევო ირლანდიელების ნაწილი ახლა არის ასეთი რა ქვია იბეროკელტები ელტიბერები რა ქვია დღეს ვარაუდობენ მაგრამ არის ასეთი მოსაზრება რომ სოფლიოში იმ იბერიული ჯიშის და გენის არის დაახლოებით 400 მილიონი ესენი მართავენ სოფლიოს
ანგლო-საქსების ფორმაში რო იტყვია გადასულია იბერიული ძველი. მე დაგეხმარო რა მისარ გაჭირვებული დღეში რო ვარ თოფლიოს მართავეთ. ახლა თოფლიოს მართავებს ძალიან დიდი ტვირთი აქვს, რა ქვია, ამას უნდა ზუსტად აი ჩვენი დაახლოება, ზუსტად რასაც ზუსტად ხელს გვიშლიან რუსები. ძალიან კარგია რუსები, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ჩვენ და ესენი გაერთიანდნენ, რუსები ჩამოიშლება და ჩამოემხობა. ეს ძალიან ახლოსაა პერიოდი. ხო, რასაკვირველია, თავისთავად არის და მე ძალიან ბევრი კაი მეგობარი რუსი მყავს და მეწოდება მართლა აი პრეზიდენტის ხელში. იმათ უყვართ საქართველოს და ჩვენ რა თიცია, რომ პეტრე პირველი რომ ასე თქვა უკანონო შვილი იყო ჩვენი ქართველი მეფის, ძალიან კარგად იციან ისიც რომ თვითონ ის ნამდვილი რუსები, რასაც რუსებს უძახიან არიან უკრაინელები, ბილიკაი რუს, კიევსკაი რუს, ამათმა შექმნეს და ჩაუყარა და ესენი დანარჩენები მოსკოვიტია და მოსკოვიტები არიან და ასე თქო ოქროუდოს შტაბ-მავრები არიან და სწორედ იმიტომ აი ჩანს კიდევაც მათი ქცევაში, მათ იმაში, მაგრამ იცით რა არის საოცარია, მე-21 საუკუნეა, ხო? ის თურქი გახდა უკვე დემოკრატი, არა? რომელიც ჩვენი მტერი იყო ასე თუ ისე და არანგრევს იმ ეკლესიებს, ბიზანტიურ ეკლესიებს, ქართულ ეკლესიებს და ასე შემდეგ, ხო? ესენი ამათმა აფხაზეთში რაც ქართული იყო, ეკლესიები წავბიწეს და გაათეთრეს და იქ რაც არის თავიანთი ეკლესიები იმათაც ასცემენ პატივს. ამით კიდევ ერთხელ ამბიცები რომ იმათი ჩამოვლები არიან მონღოლები. ეხლა კიდევ აი ძალიან ტკევნეული საკითხია ესა საქართველოს და ნათესავი ქართველთა და მე მოდის ტკევნეული საკითხია ეს საკითხი ქართული ემიგრაცია. აი ამ თავზე თუ შეიძლება ახლა ნათესავი ქართველთა ზუსტად ამ თემაზე ახლა ჩვენ რა დავსაუბრობდით რომ საიდან მოდიან ეს ქართველები ტომები როგორ დაასახლეს იბერიულ კავკასიურმა ტომებმა ეს ევროპის კონტინენტი როგორ მიდიოდა ეს ყველაფერი როგორ მოვიდა ბერძნები მერე მათ შორის აქ არის ალიკო ცინცაძის კვლევები მე გიჩვენებთ რომ მოიწვიოთ მერე ბატონი ალიკო იგივე ქართული ამბანი ქართული ცივილიზაციის წარმოშობა ფაქტიურად უკვე ახლოსაა დამტკიცება იმისა რომ ესე იგი იბერიულ ქართული ტომებისგან ზეგავლენა ტომებმა მოახდინეს ზეგავლენა შუმერებზე. შუმერების ზეგავლენა შეიქმნა ბიბლიის ხუთწიგნეული. ამირანის ვითმა მოახდინა გავლენა შუმერების მთელ ეპოსზე, გილგამეშზე და ასე შემდეგ. გილგამეში და ნახევარი ის ბიბლია აღებული ებრაელებს. ანუ ქართველების ირიბი გავლენა ბიბლიის შექმნაზე უკვე ძალიან ახლოსა ვართ ამასთან. ის რომ ქართველებს ჰქონდათ რა ქვია უძველესი ცივილიზაცია და დამწერლობა ამაში უკვე ეჭვი აღარ ებარება და სასაცილოა სომხების კითხება რომ მე-5 საუკუნეში თურმე მეს რომ მასშტაბში შეგვიქმნა დამწერლობა და როცა ამხელა ცივილიზაციასა და კულტურას რა ქვია უკან ვიტოვებ და მე ერთ დოკუმენტში წავიკითხე რომ საერთოდ ისტორიულად ხო არ ემთხვევა თარიღები და გარდა ამისა მე შეთქმა ქართული საერთოდ არ იცოდა. არ იცოდა რა თქმა უნდა და მე ინდოევროპელები არიან მოსულები. ჩვენი აქ ვიყავით, კაცო. ამათ გახდა უდიდესი კულტურა. და სტალინმა შეუქმნა მათ სახელმწიფო არ ჰქონდა. ფაქტიურად კი ბატონო. სახანო იყო ეს. ეროვნული სახანო, სადაც უმეტესობა იყვნენ აზერბაიჯანული თურქმანული ტომები რა. ეხლა მე მსმენელები სომხებიც აკავს, ნუ ეწყინება ჩვენ რაც შექმნეს ხო, რაც შექმნეს კულტურა, იმას მარტო ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო აფასებს, მაგრამ სხვისი არ უნდა მოინდომოს, სხვას არ უნდა წაართვა. არც ადათი, არც ეს უკვე ქართული ციფრები, არც ტერიტორია, ხო და სასაცილოა, რომ ამოვე რომ შოთა რუსთაველი სომეხია, ვერ იქნება სომეხი, იმიტომ შოთას აქვს ნათქვამი, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. ეს მათთვის მიუღებელია. დიახ, გიდოდათ გეთქვათ ებრაელები. აი ებრაელები მაგრე არიან ძალიან სანიმუშო 26 საუკუნე იცხოვრეს და არც თუ ტერიტორია, არა თუ ავტონომია, არაფერი არ მოუთხოვიათ. ისტორია მარიცის რომ ებრაელებს ქართველებისთვის ეხალატოთ, არც ერთი შემთხვევა ისტორია. გეთანხმებით, მაგრამ მე მინდა ერთი რაღაცა სამშობლო დამოკიდებად გახდა თავისი წავიდნენ რა. ჩვენ გული დამწყდა. იმიტომ არის იცი, არის წყაროებში, სადაც ებრაელები ლაპარაკობენ, როდესაც განდევნეს
ურიდან როცა გადადევნეს იქ რა თქვა მე ველაპარაკე მე ებრაელ ისტორიკოსს ჩვენ ბრუნდებით ჩვენს ისტორიულ სამშობლოში ხო? ხო, ურია საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო რაღაცა მაკნინებელი სალანძღავი სიტყვა. ამ დროს ურია ხო, ურიდან ჰურიანი, მემატიანე გასაწერები, მემატიანე პედაგოგები ქართული ჰურიანი. და ჩვენთვის სხვადასხვა ერთი ასეთი ფაქტია, რომ ქართველებს გაუტყდათ კაოლინის ვაზა იტალიაში მაღაზიაში. დაიკეტა უცხოდ მაღაზია და მეპატრონემ უთხრა $4000 გადასახდელი. აბა ჩქარე. მოიჭრე ჯიბები და $200 ქონდათ მეტი არა. ამ დროს ამათ ლაპარაკდა წუხის ყური მოკრა ერთმა მევიდა და ბიჭებო ქართულად უთხრა რა ხდება? ასე და ასე ამოიღო გადაიხადა და უთხრა თქვენი ჭირი წაუღია ამაზასო და თბილისელი ებრაელი ვარ თქვენ გენაცვალე ბიჭებო და არც სახელი უთხრა არც გვარ ეს ახლა ამას სომეხი მაბადია და ეს ხშირად ვაქცევთ სომეხი ხაზსლოვაკია თუმცა კაი სომხების არსებობა და ვენაცვალე კი ბატონო გასაკვირველია იმდენი კარგი სომეხი ვიცი რომელმაც ქართველებს დაიხმარნენ თეატრის მშენებლობაში ხვდებით თქვენ ვიცარი მეფე ერეკლეს გვერდზედნენ ომში და ასე შემდეგ და მათ ძალიან დიდი მადლობა და ჩემ მეგობარ სომხებსაც ძალიან დიდი მადლობა რომლებიც როცა იყო არაა შეგნებული სომხები რომლებიც როცა იყო აფხაზეთის ომი ჩვენ მხარეზე იყო ერთი-ორი სომეხი უმეტესობა მაგრამიანი ჯარი ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა ბატონო ვაჟა ეხლა ისე ჩქარა გაერბინა რომ ჩვენ დავშა სადღაც 5 წუთი ხო და აი ამ 5 წუთში რას უსურვებთ ქართველებს ქართველ ახალგაზრდობას მე ყოველთვის ესე ვამთავრებ ჩემ გადაცემას და რას ხედავთ მომავალში ეს წიგნი არის როგორც ჩემი ყველა წიგნი ახალგაზრდებისთვის პირველ რიგში მათ ერთი რამ უნდა გააცნობიერონ რომ არიან შთამომავლები უდიდესი კულტურის უდიდესი ხალხის რომელთანაც სოფლიოს არაფერი არ აქვს არც სასაყვედურო პირიქით სოფლიო უნდა იამაყოს ამ პატარა ერით და რომელსაც დიდი მომავალი აქვს. მე ეჭვისა მეყარება ჩვენი ხალხს აქ უბრწყინვალე მომავალი წინ გვაქვს ყველაფერი, რომ არის რაღაც პრობლემები, რომელიც უნდა მოვაგვაროთ, სხვა გზა არ არის. ჩვენი ახალგაზრდებს არ აკლიათ არც ნიჭი, არც უნარები. თანაბარ პირობებში ქართველი თავისუფლად ჯობნეს იტალიელსაც, გერმანელსაც, ფრანსას და ამერიკას, რუსას. თუ იმას შეუქმნი ადამიანურ პირობა. ჩვენი მთელი თავარი ამოცანა უნდა მდგომარეობდეს შემდეგში, რომ 10 ჯერ მეტი თანხა განათლებაში ჩავდოთ. 10 ჯერ მეტი თანხა ამ ბავშვების თუნდაც უსხოეში მილიონებაზე აღმაშენებელს რა ქონდა თანხები, მაგრამ 80 ბავშვი გავზავნა სასწავლებლად, ხო? ვინ მიდიან დღეს სასწავლებლად? ვიღაც ფულიანი და მდიდარი ხალხის შვილები და თანამდებობის პირები, რომლებსაც სამწუხაროდ არ აქვს არანაირი მონაცემი და ჩამოდიან აქ და მე თავს ვაწონებებ ჰარვარდში ვიყავი და გაისეენდა სინამდვილეში, ხო? მართლა ნიჭიერი, მართლა უნარიანი ხალხის. ჩვენ უნდა შევქნათ ქართული ოქსფორდი რა. სადაც მხოლოდ ნიჭიერებს ემართლით და აქ ვასწავლეთ და იქაც ემართლით. მაგასთან დაკავშირებით ამის გაკეთება არის პრესტიჟის საქმე. აი ივანიშვილმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა. ახლავე შანსია რომ თავიდანვე ეს გაკეთდეს. თუ აინღურა იქაც, მერე უკვე აღარაფერი ეშველა. ხო, იქ უკაცრესი მიდგომები. გასაკვირველია, კარგი. მაგარი შერჩევა. კარგი ლექტორები ჭირდება. აუცილებლად. სიმკაცრე უნდა იქნეს დაცული და ჩემი ობიექტურობა, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, იმიტომ რომ განათლებას კი ბატონო, ეს დიდი საქმეა. მართლა საშვილიშვილო საქმეა. ძალიან კარგი საქმეა. იმ პარკის გაკეთება კი გააკეთა, კარგია, მაგრამ 10 ჯერ მეტი კარგია ეს საქმე, რაც გააკეთა. კი ბატონო. იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობდი რა და სწორედ სიმართლეც ეს არის, თუ გინდა ქვეყანა დაანგრიო, უნდა მოშალომის სისტემა, სისტემა, იმიტომ გაუნათლებელი ადამიანს ექიმი, ინჟინერი, მასალები დაანგრევს ადვილად. აი ძველი თაობის ექიმები რო არ ყოლოდა ჩვენ. კი ბატონო. დავიღუპებოდით. და მათაც ძალიან დიდი მადლობა და წავალთ ახლა ჩვენ უკვე რა ასაკოვანი ხალხი ვართ და სამწუხაროდ უკან რო ვიყურები 1-2 კაი ახალგაზრდა მოდის ძალიან ძლიერები, მაგრამ 1-2 ცოტა. ხო, რაოდენობრივად ჩვენ უფრო მეტი ვიყავთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვაჟა მე რადიო მსმენელს მინდა უთხრა ჩვენ ბავშვების მეგობრები არა, მაგრამ სიყრმის მეგობრები ვართ და ძალიან გამიხარდა ისე თქვენთან შეხვედრა, ძალიან გამიხარდა აი ამ წიგნის ხილვა და გისურვებთ სულ წარმატებას და ჩვენ ერთს კიდევ აღორძინება და ერთად დგომა. მადლობა ყურადღებისთვის. დავამთავრეთ? დავამთავრეთ. თუ დავაშვიდობთ.
დაემშვიდობე თუ გიდა, მაგრამ მეგონი უკვე სასიამოვნო იყო ძალიან. გათიშეს? არა უშავს. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენ დასტურება, მართლა ძალიან სწრაფად გაევერვინათ, რომ მე მინდა ერთი რაღაც განსაკუთრებით ემიგრანტებს მემართო, რომ ესე იგი ძალიან ყურადღებით თქვენზეა დამოკიდებული ახლა ასეთი წარე ის არის სტატისტიკა რომ ყოველი წასული თქვა მილიონი ემიგრანტი და უკან ბრუნდება 9 მილიონი მხოლოდ. ანუ 9 მილიონი არასოდეს აღარ დაბრუნდება. ეს არის უდიდესი დანაკარგი. მოუვარეთ შვილებს ასავლეთ ქართული. რა ვიცი, ჩვენ ამ წიგნების იმას არ დაგზარდება წერა და რაღაცა, ოღონდ თქვენ მან ნუ დაკარგოთ ქართულობა. დროზე ჩამოდით, ისავლეთ, იმუშავეთ და ჩამოდით. ეხლა ისე აკამოფთიშო და დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენს ოპერატორს, აი კიდე მოგცათ, რომ ჩვენ კიდე შევხვდებით. კი ბატონო. ახამის. მადლობა.